ხუთშაბათს 14 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ გადაცემას აკადემიური საათი. პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო გრუნის გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც დღეს მე გიორგი მორჩილაძე გავუძღვები. ჩვენი სტუმარია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი ლელა გოგინავა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით და მეც უღმის მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ვიდრე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ვისაუბრებდეთ უფრო კონკრეტულად, მინდა კითხოთ, როდის შემოვერთით გრუნის ოჯახს და რა არის ცენტრის მიზანი, ძირითადი მიზნები, რა მიმართულებით მუშაობთ? მოგახსენებთ გრუნის ძალიან დიდ და მეგობრულ ოჯახს შემოვერთდი 2024 წლის სექტემბრის თვეში და ძირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდის ცენტრის საქმიანობის შესახებ. ცენტრის მთავარ მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტების, მკვლევრების, პროფესორების, ასევე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, მედიის წარმომადგენლების და ზოგადად ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობიერების ამაღლება, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებით. ასევე ცენტრი ხელს უწყობს აწარმოებს ინტერდისციპლინარული დიალოგი აკადემიურ წრეებთან, სხვა უნივერსიტეტებთან, ხელი შეუწყოს უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორების ჩართვას კვლევით საქმიანობაში. ასევე ზრუნავს შექმნას გარკვეული ბაზა იქნება ეს თქვათ აკადემიური ბაზა წიგნების რესურსების სახით, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს და პროფესორებს ამ მიმართულებით ასევე ცნობიერების ამაღლებაში და ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ზოგადად მიგრაციის და დიასპორის კუთხით პოლიტიკის წარმოებას და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას ამ თვალსაზრისით. გასაგებია და თქვენ თქვით, რომ 2024 წლის სექტემბერში შემოვერთით გრუნის ოჯახს. ჩვენ თვალი გადავავლეთ ცენტრის Facebook გვერდს და უნდა ვთქვათ, რომ უკვე არაერთ საინტერესო პროექტს წავაწყდით, რომელიც თქვენი ორგანიზებით, ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად ამ პროექტების შესახებ. მაგალითად 20-22 სექტემბერს იყო ქალები მოძრაობაში, თბილისში გამართული შეხვედრა, რომელსაც კვლევით მათ ცენტრმა უმასპინძლა, რომ გითხრათ მეტი აი ამ პროექტის შესახებ, რას მოიცავდა შეხვედრა, რომ განუმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი სიამოვნებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სექტემბერში გქონდა ეს პატივი, რომ გამასპინძლობა გაგვეწია. ეს არის ქოსთის პროექტი. ქოსთი გახლავთ ევროკავშირის პროექტი, თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ეს ასოციაცია ესეთი, რომელიც აერთიანებს ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრ მეცნიერს და მკვლევარს და არის უნიკალური შესაძლებლობა ყველა მეცნიერისთვის იყოს ჩართული და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მთელი ევროპის მასშტაბით კვლევის საქმიანობაში და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი მეორედ გახდა მასპინძელი ამ ქოსთის პროექტის სამშობლო შეხვედრის საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჰქონდა შესაძლებლობა გაგვეხსნა ერთკვირიანი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა მიგრანტი ქალების ისტორიებს მე-16 საუკუნიდან დღემდე და ამ გამოფენის ფარგლებში იყო წარმოდგენილი მიგრანტი ქალების პირადი მიმოწერები, ასევე ღირსშესანიშნაობები, ქრონიკები და პოსტერები. ამ ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა კინოაკადემიაში, კინოაკადემიის კინოსახლში ჩვენება ფილმისა ჩრდილში, ქალები მოძრაობაში, რომელიც არის დაფუძნებული მიგრანტი ქალების ისტორიებზე და ეს ისტორიები იყო ზუსტად გამოყენებული შემდეგ კვლევისთვის და ასევე ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიგრაციული ტური ასურეთსა და ბოლნისში, სადაც ჩვენი მოწვეული მეცნიერები ევროპის 8 ქვეყნიდან გაეცნენ გერმანელების განსახლებებს მოინახულეს მათი განსახლების ადგილები და ასევე გაეცნენ ექსპონატებს ბოლნისის მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო ჩვენი ცენტრის მხრიდან.
თქვენ ბრძანეთ რომ მოწვეული სტუმრები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში და ჩვენ ვიცით რომ საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოყვა მათი მხრიდან. აი განსაკუთრებით გამოფენასთან დაკავშირებით. ნამდვილად ეს აღნიშნვის ღირსია თვითონ ამ პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც არის ფრანგი და წარმოადგენს ჟიულ ვერნის უნივერსიტეტს, რომელიც ამინში არის. აღნიშნა ხაზგასმით, როგორც თავის გამოსვლაში უნივერსიტეტში ამ ღონისძიების ფარგლებში, ასევე სოციალურ ქსელებში ხაზგასმით აღნიშნა როგორც რექტორის მხრიდან ჩართულობა ამ პროცესში და რა თქმა უნდა ჩვენი ცენტრის შესახებაც ხაზგასმით გაუსვა ხაზი ამ მასპინძლობას და ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, თქვენ არაერთ საერთაშორისო პროექტსა თუ კონფერენციაში მიგიღიათ მონაწილეობა და ერთ-ერთი იყო 17-18 ოქტომბერს, როცა თქვენ წარადგინეთ ერთობლივი სტატია კულტურული მრავალფეროვნების მართვა სკოლებში, მასწავლებელთა შეხედულებები პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ. გითხარით მეტი ამ კვლევის შესახებ. ეს არის მეორე ქოსტის პროექტი, რომელშიც მე მონაწილეობ საქართველოს როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ვარ ამ კონკრეტული პროექტის მენეჯმენტის კომიტეტშიც საქართველოს წარმომადგენელი და ასევე მესამე სამუშაო ჯგუფსაც წარმოვადგენ. ის თემა, რაც თქვენ აღნიშნეთ, ამჟამად მიმდინარეობს ამ ერთობლივ სტატიაზე მუშაობა და მე მქონდა პატივი, რომ მათთვის წარმედგინა საქართველოს მაგალითი, როგორ მუშაობს ჩვენ დაგამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სკოლები ამ ტრანსნაციონალური ოჯახების მოსწავლეებთან მიმართებაში, რა გამოწვევები არსებობს მათთან სწავლების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო კვლევა იქნება. პირველად ტარდება ამ კუთხით, თქვათ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ ბევრ სხვა ერთობლივი კვლევის საწინდარი იქნება. ეს შეხვედრა ჩატარდა გერმანიაში, მესამე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და ამ ფარგლებში მოხდა ზუსტად აი ამ თემის ჩემი ნაწილის წარდგენა. და მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს თქვენ ასევე მონაწილეობდით ევროპაში მემკვიდრეობის ენის კოალიციის ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაშიც. რამდენადაც ჩვენ გავეცანით ინფორმაციას, ის განიხილავდა მემკვიდრეობის ენის სწავლებაში მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და სხვა პარტნიორების მოტივაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონფერენციაზეც წარადგინეთ, როგორც ვიცით, მოხსენება თქვენ, გითხარით მეტი ამის შესახებ. კი, ამ ზოგადად ამ ფორუმთან ურთიერთობა გამომდინარეობს ჩემი სადოქტორო თემიდან. მე მუშაობ ქართული ენის პერსპექტივების, სწავლების პერსპექტივების შესახებ ქართულ საკვირაო სკოლებში, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან კომპლექსური თემა და ეს მემკვიდრეობის ენის ასოციაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ყველა საკვირაო სკოლას და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ მათთან. მე ვისურვებდი, რომ ქართულ სკოლებსაც ჰქონდეთ, საკვირაო სკოლებსაც ჰქონდეთ ამ ასოციაციასთან ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხელი შევუწყო მათ ჩართულობას. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს მოხსენებას, აქ ხაზი გაესვა სახელმწიფოს როლს საკვირაო სკოლებში მემკვიდრეობის ენის სწავლების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და ვქონდეს გარკვეული რეკომენდაციები, როგორც საკვირაო სკოლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რომ ეს უფრო ინტენსიური გახდეს და ხელი შეუწყოს ამ საკვირაო სკოლებში ქართველი მოსწავლეების დაინტერესებას ქართული ენით. და როგორც ხვდებით, კვლევა ეს არის ის ძირითადი რის შესახებაც თქვენ ცდილობთ მათ შორის სტუდენტების გააქტიურებას და ვიდრე ვისაუბრებდეთ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, საინტერესოა თქვენი აზრი. მე ჩემს პოზიციას გაგიზიარებთ, სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე. ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე არ ვამბობ რა საკვირველი, იმიტომ რომ ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულები ვართ. კვლევა კვლევისთვის, ღონისძიება ღონისძიებისთვის, კონფერენცია კონფერენციისთვის არის რაღაც სტანდარტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კვლევა, რაღაც კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო სივრცეში რამდენად არის მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელი და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? მე ისმის და გეთანხმებით, პირველ რიგში მე ჩვეულებრივ საუბრებში ვჭობთ ხოლმე ამ საკითხზე. ხშირად აღნიშნავ ხოლმე, რომ პირველ რიგში ჩვენს
საკუთარ თავს უნდა დაუწესოთ ეს სტანდარტი. მე მაქვს ეს ჩემ თავთან ძალიან ისეთი მკაცრი მოთხოვნა, რომ მქონდეს მაქსიმალურად ისეთი მაღალი სტანდარტი და იგივეს ვითხოვ მე სხვებისგან და ყოველთვის ამას თალსახად უსვამ ხაზს, რომ ეს არ უნდა იყოს მოვალეობის მოხდის მიზნით და მე ყველა ჩემი ჩატარებული კონფერენცია და ამას ალბათ სტუდენტებიც გაუსვამენ ხაზს, ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს მაღალი სტანდარტით, იყოს მოწვეული ძალიან საინტერესო მთავარი მომხსენებლები და იყოს მაქსიმალურად სტუდენტების ჩართულობა და წარმოდგენილი იყოს არა რაოდენობრივად ბევრი, არამედ ხარისხობრივად ის რაოდენობა კვლევების, რომელიც ნამდვილად შეესაბამება მაღალ სტანდარტს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ასევე ცენტრში დასაქმებული მკვლევების გამოცდილებიდან გამომდინარე, ნამდვილად ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ის აკადემიური სტანდარტი, რაც აუცილებელია კვლევისთვის, ნამდვილად არსებობს და ჩვენი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი, ავუხსნათ მათ, ვესაუბროთ, მივცეთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავისი უნარები და თუ კი ისინი საჭიროებენ გაუმჯობესებას, ამაში მაქსიმალურად დავეხმაროთ და სწორედ მსგავსი ღონისძიებები, კონფერენციები იქნება, ეს ვორქშოპები იქნება, თქვათ რაღაც გარკვეული გამოცდილების გაზიარება იქნება. ეს არის პირველ რიგში ის, რაც ხელს უწყობს მათ ამ მხრივ ზრდას და უფრო მაღალი ხარისხის კვლევების უზრუნველყოფას. და ამ მიმართულებით ჩვენი უნივერსიტეტი ესე ვთქვათ, ცდილობს რომ დაგეხმაროთ, ხო? ნამდვილად აი რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გქონდა წლიური ანგარიშების წარდგენა და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ახალი თანამშრომელი ვარ ამ უნივერსიტეტში და ეს ცენტრიც ახალია, ხო, ესე ვთქვათ, ამ უნივერსიტეტის როგორც სტრუქტურული ერთეული, ძალიან ბევრი ცენტრისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ერთობლივი პროექტები გავაკეთოთ და ერთობლივად ვიზრუნოთ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ ჩვენს განვითარებაზეც უნდა ვიფიქროთ და ეს ინტერდისციპლინარული, ვთქვათ, კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, ძალიან გვეხმარება ამაში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით ამ გამოცდილების გამოყენებაც. კი და ჩვენ როცა ვეცნობოდით ინფორმაციას ღონისძიებებზე, როგორც უკვე აღნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა ამ ოჯახს გრუნის ოჯახს შემოვერთით და არაერთი პროექტი განხორციელდა, ბატონი მამუკა ბევრ მათგანს ესწრებოდა და პირადად მისი დამოკიდებულებაც ნამდვილად გამოხმაურება საკმაოდ დადებითი იყო და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა იმ პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი. მათ შორის ვიცით, რომ არის პროექტი, რომელიც შესაძლოა მოსწავლეებისთვისაც იყოს განკუთვნილი, თუმცა არის ასევე სხვა პროექტები, უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ ამის შესახებ. აი გაზაფხულზე გეგმავთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას. ეს კონფერენცია ყოველ წელიწადს თემატიკა ამის იცვლება. ამ წლის თემატიკა მომავალი წლის თემატიკა იქნება მიგრაციის ფემინიზაცია, სადაც მოწვეული იქნებიან უცხოელი მთავარი მომხსენებლები და დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტები ჩაერთვებიან, ყველა საფეხურს მოიცავს ეს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას, დოქტორანტურას და უბრალოდ მიგრაცია იმდენად ფართო თემაა და იმდენად ინტერდისციპლინარული, რომ ამის პრობლემა ნამდვილად არ გვექნება იმ სკოლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც უნივერსიტეტში ჩვენთან არის და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სტუდენტები ძალიან ისეთი აქტიურად ჩაერთვებიან ამ მოსამზადებელ პროცესშიც და რა თქმა უნდა თვითონ უშუალოდ კონფერენციაშიც წარმოადგენენ ძალიან საინტერესო თემატიკას. ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების ჩართვას კვლევით საქმიანობაში. წინასწარ არ მიდეხა ამის გამხელა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ცალსახად ხელს შეუწყობს მათი ამ უნარჩვევების განვითარებას, იქნება ეს ძალიან შემეცნებითი, განმავითარებელიც და საინტერესო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და რა თქმა უნდა უნივერსიტეტისთვის, რომ ესე გვაქვს გათვალისწინებული, რომ სტუდენტებიც ჩავრთოთ როგორც მათი მენტორები ამ პროექტის განხორციელებაში და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჩემი პირადი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ, ამ მიმართულებით არ არის საკვირველია, თუმცა გრუნის ქონდა აქამდეც პროექტები, რომელშიც სკოლის მოსწავლეების ასაკიდან ყოფილი შეიძლება და რომ ჩართულიყავ, მეც მივიღე ესეთ პროექტებში მონაწილეობა და შემდგომ გადავწყვიტე გრუნიში ჩაბარებაც და ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სკოლის მოსწავლეებისთვის. არა მხოლოდ უნარების გამომუშავების თვალსაზრისით, მხოლოდ გამოცდილებაც რომ მიიღოს, ესე ვთქვათ, სკოლის მოსწავლემ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ნამდვილად, იმიტომ რომ აი ეს კვლევისთვის საჭირო უნარჩვევების, ესე ვთქვათ, გამომუშავება იწყება სწორედ სკოლის საფეხურიდან და ეს რესურსი ნამდვილად გამოსაყენებელია და ვფიქრობ, ამაზე ზრუნვა საკმაოდ
გამოთ ადრეული პერიოდიდან უნდა დაიწყოს და სკოლა ზუსტად ეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებით არიან ყველაზე მეტად ესე ვთქვათ საჭირო ადამიანები ამ მიმართულებით და ვფიქრობ რომ ისინიც დიდი სიამოვნებით მიიღებენ ამ პროექტში მონაწილეობას. კი ბატონო, მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებას. ასეთი იყო გადაცემა აკადემიური საათი. ჩვენი სტუმარი გახლდათ გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი ლელა გოგინავა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა.